მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ, ვინ ან რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ავიღოთ ჩვენ პერიოდი მაქსიმალურად 3 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ ხშირად ვაკეთებთ ასეთ გაშლებს და ვნახოთ. პირველ რიგში ვნახოთ თქვენი მდგომარეობა ეხლა. რა თქმა უნდა, ვნახოთ ეხლა რა ცვლილებები უკვე შემოდის, ხო? ანუ რისთვის უკვე გამზადებენ და ვნახოთ რამდენად მზად ხარ და ასე შემდეგ. მე კაი კითხვები მოვამზადე როგორც ყოველთვის და ვნახოთ ეხლა რა მდგომარეობაში ხართ თქვენ. რა მდგომარეობაში ხართ თქვენ ეხლა. სხვათა შორის ძალიან კარგ ენერგიებში ხარ. სპეციალურად ავიღე ესეთი დიდი მაგიდა რომ მინდა რომ ასეთ ფორმატშიც დაინახოთ შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, არკანები. პირველ რიგში მაჩვენებენ რომ თქვენ ხართ ეხლა სრულ ჰარმონიაში და ხართ მზად იმისათვის რომ მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში სიუხვე. და ამისათვის კი ბატონო, აქ არის როგორი მომენტი, იცით, მე გეტყვი. აქ ყველა ვარიანტში იქნება პირველი უკვე აქედანაც რომ დავიწყოთ ეს სიგნიფიკაცია რომ ვთქვა. აი ნახეთ როგორ არის, თქვენ უნდა გრძნობდეთ ეხლა რომ თქვენ ცხოვრებაში მართლა შემოდის რაღაცა ისეთი აი კარგი მომენტი და ნახეთ როგორია მომენტი შემოვიდა. აქ არის უშუალოდ მე ვირჩევ ჩემს თავს. მე ვირჩევ ჩემი თავის სიყვარულს. მე ვომღერი, ანუ ნახეთ აქ როგორი არის. მე ვომღერი ეხლა ჩემს ბედნიერებას. ანუ აქ ნამდვილად შეიძლება რაღაცა პერიოდი იყო თქვენ ცხოვრებაში, როცა ნამდვილად, გქონდათ რაღაც ისეთი მომენტები, რომელიც ცოტა შეიძლება გაწუხებდეთ, მაგრამ ეხლა თქვენი მდგომარეობა არის, რომ აი თითქოს რა, აი ფრთები გავშალე და ეხლა ვიცი რომ ყველაფერი კარგი და ყველაფერი აი რაც მე მინდა, რაც სურს ჩემს თავს, აი ეს ყველაფერი შემოდის. აქ თითქოს თქვენს თავთან თუ გქონდათ ბრძოლა, თქვენ მოიგეთ ეს ბრძოლა, იმიტომ რომ საერთოდ არა ბრძოლა ეხლა რო გითხრა ძალიან კაი რამე, არა, მაგრამ ბრძოლა შენს თავთან, შენ თუ შენს თავს მოერევე, შენ ყველანაირად ძლიერი ხარ და უკვე ყველაფერს მოერევი შენ ცხოვრებაში და ზუსტად აი ამას გვეუბნებიან, რომ შეიძლება გქონდეთ რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ ან ეხლა გაქვთ ის პერიოდი, როცა თქვენ სულ ფიქრობთ ხშირად იმაზე, რომ აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს კარგი და აქ ნამდვილად უკვე აი თითქოს ესეთი შეგრძნება უნდა გქონდეთ თქვენ იმისი, რომ ნამდვილად ეს კარგი უნდა შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში და ნამდვილად აქ ნახეთ როგორი მომენტი არის, როცა ადამიანი აი აქ მზის არკანი ძალიან საინტერესო არის, მინდა ცოტა ხანი გავჩერდე მაგაზე, იმიტომ რომ არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, როცა ჩვენ თუ კარგად ვართ, ჩვენს თავს ვაბრალებთ, აი რაღაცნაირად აი ვადანაშაულებთ უკვე, აი даже უფრო ვადანაშაულებთ, იმიტომ რომ ანუ ესე იგი შენ ხარ ეგოისტი, შენ გინდა ყველაფერი შენთვის, მაგრამ აი ეს არის უკვე ჩვენი თავში რო გვაქვს ეს რაღაც დადგენილებები, რომ აი ეს ასე როგორც გაზრდილები ვართ საზოგადოების აზრები და ასე შემდეგ, რომ ჯერ ანუ შენ არ უნდა შენთვის არაფერი, აი შენთვის ცხოვრობდი, აი მე უფრო კარგად გამიგებენ ეს გოგოები, ვინც ახლა არიან საზღვარგარეთ და მუშაობენ ოჯახებისთვის და მარტო ოჯახისთვის ხარ საჭირო, მარტო სხვებისთვის ხარ საჭირო და შენი თავი სად არის ახლა არც გახსოვს საერთოდ რა. რომ ესე იგი შენ ხარ ეგოისტი. აი ეს არის, მაგრამ ეგოისტობა სხვათა შორის არის ძალიან კარგი თვისება, იმიტომ რომ შენ თუ ხარ, ანუ იცი შენ რა გინდა, შენ თუ შენს თავთან ხარ კარგად, შენ თუ შენს თავს ანუ აფასებ და იმახსოვრეთ რომ მაშინ სულ ყველა დაგაფასებს. თუ თქვენ აი რამდენიც გინდა კონსულტაციებს ვატარებ უამრავს და მოდიან გოგოები, გულნატკენები, რომ წლები დახარჯეს იმაზე, რომ თან გადაყოლილები იყვნენ თავის თქვათ ახლობლებს
სულებზე ყველაფერს აბსოლუტურად აკეთებდნენ, მაგრამ დაფასება არ მოვიდა. რატო? იმიტომ რომ შენი ადგილი არ იცი, შენ ადგილზე არ ახარ, შენს თავს არ აფასებ და ამიტომ არავინ არ დაგაფასებს და თქვენ როცა კარგად ხარ, როცა თქვენ ხართ აი ეს სიუხვე თქვენ როცა გაქვთ თქვენს გულში და თქვენს სულში, აი მაშინ უკვე ეს ყველაფერი აბსოლუტურად აი კარგი თუ რამე არსებობს თქვენ ცხოვრებაში შემოვა და ეხლა პრინციპში უნდა გქონდეთ ეგეთი შეგრძნება, რომ ნამდვილად რომ იცით რა არის, ბევრი თვირთის აღება ახლა ვინ გაგისრებს, ვინ გავალდებულებს, ხშირ შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვიღებთ ამ რაღაც გადაწყვეტილებებს, რომ მე უნდა გავაკეთო ის, მე უნდა გავაკეთო ეს, მე ადამიანები ეჩვევიან, მე უკვე ჩვენს ამით ვგრძნობთ დისკომფორტს და აი ახლა არის ესეთი პერიოდი, რომ აქ შეიძლება ილოცეთ, შეიძლება თქვენ ანგელოს ელაპარაკეთ და უკვე ეს რაღაცა სიმშვიდე უკვე შემოდის თქვენ ცხოვრებაში. იცით როგორი სიმშვიდე, გამარჯვების აი ძალა. შეხედეთ, მოერიეთ თქვენ, აქ მოერიეთ თქვენს თავს და თქვენ აი კი ბატონო, ეხლა თქვენ აი სრულიად ეგრევე შემიძლია გითხრათ, თუ არ რეზონირდებათ, არ იქნება თქვენი გაშლა, თქვენ თუ დეპრესიაში ხარ და იმ დეპრესიიდან ვერ გამოდიხართ, ხო? არ იქნება ეს თქვენი გაშლა. ეს იქნება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ახლა ეს გაშლა, ვინც ნამდვილად მოერია თავს და უკვე ახალი გზა აერჩიეს. შემიძლია დაჟე ვთქვა ის, რომ ზოგს დაჟე ურთიერთობიდანაც კი გამოდის, იმიტომ რომ მე ვერჩევ ჩემს გზას, მე ვგეგმავ ჩემს გზას, მე ვფიქრობ, მე შეიძლება არ ვიცი რა მელოდება, მაგრამ მე ვიცი, რომ მე ვიქნები ძალიან კარგად რა. აი აქ ეს ძალიან მაგარი ინფორმაცია მოდის, იმიტომ რომ აქ ნამდვილად თქვენ კი ბევრი დრო გქონდათ იმისთვის, რომ თქვენ მუშაობდეთ თქვენს თავზე, აი მუშაობდეთ, ბევრი ცუდი გქონდათ პერიოდი, ბევრი გაცრუება, იმედი, მაგრამ იცით რა არის, შეძელით თქვენ, იმიტომ რომ აქ ადამიანს, აქ ეს არკანი როგორ მომწონს მე ამ დასტაში, აი ეს რვიანი დასების როცა ზუსტად აი აქ არის საერთოდ ახლა სუფიზმზე ახლა თუ გაინტერესებს ვინმე წაიკითხეთ და ნახათ რომ ამათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იმенно სულიერი ცხოვრება და მე უკვე ეს მატერიალური რა ეს ერთ-ერთი მაგათი ფილოსოფია და ზუსტად აი ეს არის აქ რომ ადამიანი მაშინ იგრძნობს ბედნიერებას როცა გააერთიანებს ამ სულიერ ცხოვრებას და მატერიალურ ცხოვრებას რა როცა მისთვის როგორც სულიერი არის მნიშვნელოვანი ანუ შენი თვითგანვითარება ის გაგება რისთვის ხარ აქ მოსული რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ შენი ცხოვრება გაუმჯობესდეს იმიტომ რომ ყველა ჩვენ აქ ვართ შემოსული იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერი უბრალოდ კი არის რაღაცა სულს გეგმა რომ უნდა გავიაროთ ჩვენ რაღაც გზები არ არის ეს ყოველთვის ასე ვარდებით მოფენილი მაგრამ ჩვენი მიზანი ნებისმიერი სიტუაცია რაც არ უნდა გქონდეს იმისი მიზანი უნდა გქონდეს ყოველთვის რომ მე უნდა ვიყო ბედნიერი და ყველა დაჟე რთული სიტუაციიდან უნდა ეძებო თქვენ გამოსავალს რა შემიძლია გავაკეთო აი ბედნიერება რომ მოვიპოვო და ზუსტად აი აქ არის ის რომ ადამიანს ბევრი სირთულეები ქონდა ბევრი უძილო ღამეები შეიძლება და ბევრი ბრძოლები მაგრამ იმისათვის რომ აი ეს მოეპოვა ეს სიმშვიდი მოეპოვა აქ არ არის არ იყო ნამდვილად ვერ ვეტყვი რომ აქ ადამიანს ქონდა ძალიან ისეთი გზა თქვათ ადვილი, მაგრამ შეიძლება სიყვარულშიც გქონდეთ ბევრი ტკივილი, შეიძლება ეხლა ვიღაცა გამოვიდა, როგორც თქვი ურთიერთობიდან, გადაწყვეტილება მიიღეთ, იმიტომ რომ თუ გინდა შენ რომ აი თუ შენ დაუშვეთ ხა ურთიერთობაში არ ახარ ბედნიერი, თუ დაუშვეთ შენ გრძნობ რომ ნუ არ ხდება ისე როგორც მე მინდა და შენ თუ დაუშვეთ იმას ამბობ, ნუ რა ვქნა ეხლა ყველა მასე ცხოვრობს და მეც მასე ვიყო. არა, ეგრე არ არის, მაგისტრის არა ვარ ჩვენ მოსულები, ის პარტნიორიც, რომელიც მოდის ჩვენ ცხოვრებაში, იმასაც აქვს თავისი მისია
ამას უნდა გადახედო იმ თვალსაზრისით, რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი, ისწავლო შენი გაკვეთილები, გაიარო და თუ შენ უკვე ხარ იმ დონეზე, რა ვქნა, მე ყველაფერი რაც შემეძლო გავაკეთე, მეტი არ შემიძლია, აი მანდ უკვე უნდა დასრულდეს ყველაფერი და არავინ არ გეუბნება თქვენ, რომ უნდა იტანჯოთ და ეს არის ჩემი კარმული პარტნიორი და ამიტომ უნდა დავიტანჯო და ვიყო მასთან ბოლომდე, არა. აქ არ არის ეს აუცილებელი ეს ტანჯვა, უბრალოდ უნდა დაჯდე და ფიქრდე რა, ანუ დაწერო თუნდაც ახლა რა კარგი შემოიტანა ამ ადამიანმა თქვენ ცხოვრებაში, რა ცვლილებები იყო, თუნდაც ეს შეიძლება მწარე იყო, გადაუხადო, მადლობა და გაუშვა. არ ჩხუბი, არ წყევლა, არც არაფერი რა. ანუ აქ ხედავ რომ რაღაცა ან თქვენმა პარტნიორმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო, უცბად რო თქვა დავასრულოთ, ან თქვენ თვითონ და ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მორჩა მე აღარ მინდა უკვე თქვათ ეგეთი ურთიერთობა და მე შემიძლია გითხრათ რომ აქ მოხდა შეიძლება ამ ადამიანმა თქვენ მიგიყვანა დიდ ტრანსფორმაციასთან ნამდვილად, ანუ ესე იგი და ეხლა თქვენს უკვე აქ ნამდვილად რაღაც დასასრული მოხდა, დაასრულეთ ეთყობა რაღაცა ურთიერთობა და თქვენ ახლა უკვე გაქვთ თვირთი, ანუ თვირთი როგორი იცი даже თვირთი გამოცდილების სახით, მოდით ასე რომ ვთქვა, თვირთი კარგი გაგებით თუ შეიძლება, აი ეგ არის რა. როცა თქვენ თვითონ უკვე თქვით რომ всё, მე მივდივარ, კაი ცხოვრება მინდა. აი აქ რაღაცა პერიოდი ვიღაცასთან დასრულდა. ბევრი ცვლილებები კი შემოიტანა ადამიანმა, მაგრამ ნუ აქ სულ რაღაცა ისეთი და აი აქ უეჭველი ვიღაცასთან შემოდის ახალი ადამიანი. უეჭველი შემიძლია გითხრათ ბიჭებო, თქვენთანაც იწყება ძალიან რაღაცა ახალი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში. თუ თქვენ უყურებთ, რაღაცა პერიოდი თქვენ დაასრულეთ, რაღაცა აი ნერვიულობა და ასე შემდეგ, ნუ აი საერთოდ ენერგიით რო ვთქვა მე, ხო? აქ ადამიანი გადადის რაღაც ახალ ეტაპზე, თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე და ნამდვილად არის მზად, აი გამოუცხადა სამყაროს, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აი მე მზად ვარ ახალი ცხოვრებისთვის. მე მზად ვარ და აქ ნამდვილად თქვენი საგვარეულოც არის მზად იმისათვის, რომ თქვენ გამოგიყვანოთ თუ იყავით მარტო, იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება თქვენ აი ეს ურთიერთობაც უკვე ნახეთ, უკვე დაიწყო, მე ესე ჩემო ჯერ კითხვებიც არ დამისვია, უკვე დაიწყო გაშლა რა არის, დასტამ მოყოლა. აქ უკვე როგორი მომენტი არის, იცით, რომ ანუ თითქოს თქვენმა საგვარეულომ თქვენმა აი მოგროვდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მორჩა. ამან ბევრი რამე გააკეთა, ამან გაძლიერდა, უკვე ბევრი რაღაცა ისტორიები გამოიარა და მოვიდა უკვე ის დრო, რომ უნდა გამოვიყვანოთ ეს მაგისი, თქვათ, მარტო ყოფნიდან, იმიტომ რომ შეიძლება არის რამდენიც გინდა ურთიერთობა, სადაც შენ ხარ თქვათ, ნუ ადამიანი არის თვითონ გვერდით, მაგრამ შენ თვითონ ყველანაირად, ანუ მარტო ხარ რა, მაინც ფაქტიურად მარტო ხარ, მარტო იღებ გადაწყვეტილებას, მარტო უმკლავდები შენ სიტუაციებს, მარტო. და ანუ არის ეს ვითომ ქვია რომ ურთიერთობა გაქვს, ხო? ეს არის აი ეს მარტოობა. პლუს კიდე აქ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ აქ რაღაცა მართლა რაღაცა პერიოდი დასრულდა და ახალი პერიოდი იწყება და რაღაცა შეიძლება თქვენი ცოდნა, რომელიც თქვენ გაქვთ, რომელიც აი იქნება აუცილებლად ნუ გასცემთ რა. პლუს შესმენილი აქ, ანუ თქვენ თუ ლოცულობდით, თუ ღმერთს თხოვდით, თუ თქვენს ანგელოს როგორც გითხარით, რომ ელაპარაკებოდეთ, აქ ყველანაირად არის ის მომენტი, რომ შესმენილი არის, თქვათ, აი შეისმინეს თქვენი თხოვნა და ამიტომ აქ უკვე გექნებათ აუცილებლად დიდი წინსვლა. აუცილებლად, ნუ აქ რაღაცა სულ მოდიან აქ გეუბნე, აქ ვიღაცას დაასრულდა კარმული რაღაცა ურთიერთობა. აი გუშინაც იყო საუბარი ჩემოსწავლეებთან და მაგაზე, რომ ეხლა პერიოდი არის ისეთი, იმიტომ ავირჩიე ეს გაშლაც, რომ შეიძლება თქვენს დააკვირდებით, დაწერეთ აბა კომენტარებში და უშოთ აი თუ შეგიძლიათ, რომ ვინ გრძნობს, რომ ეხლა მიდის მის ცხოვრებაში ცვლილება. ანუ ეს როგორ შეიძლება იყოს, აი მეგობრები მიდიან თქვენი ცხოვრებიდან, შეიძლება თქვა თავისით, შეიძლება თქვა, ნუ რაღაც არასასიამოვნო სიტუაციებით, შეიძლება პარტნიორთან გაქვთ, აი ნუ როგორც აქ ვხედავთ, ხო? შეიძლება სამსახურს ტოვებ,
ტოვებთ, შეიძლება ქვეყანას ტოვებთ, რაღაცა ანუ რაც თქვენ არ გჭირდებათ, ის მიდის თქვენი ცხოვრებიდან. ჩვენ ახლა ეს ხო არის, აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს ეს ლოცვა, რომ ღმერთო დამლოცე იმით, აი რაც შენ თვლი კარგი იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ მხოლოდ შენ იცი ჩემთვის რა არის კარგი. ეს ძალიან მაგარი ლოცვა, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ბევრჯერ გვინდა რაღაცა სხვა, მაგრამ სულ სხვა რაღაცა უფრო უკეთესი გველოდება ჩვენ, მაგრამ ჩვენ თვითონ აი ამას ასე ვთქვათ, ვაჩერებთ ამ ჩვენი ნუ იმიტომ რომ არ ვუშვებთ, ხო? აი მე კიდევაც ვთქვი, რატო ვარ, აი ნუ ვთქვი რა, ეხლა ეს შემოსწავლეებთან ვთქვი, რომ რატომ ვარ მაგალითად აი ძალიან წინააღმდეგი ვთქვათ ამ ჯადოებს და ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ვინც ადამიანმა როცა არ იცის რომ ეს არის თქვათ ახლა კარმული ურთიერთობა, ხო? ეს არის კონტრაქტი, აქ არის კონტრაქტი დამთავრებული, ხო? სულთან, ხო, ადამიანთან, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ყველა სიტუაცია შემოდის ჩვენთან რაღაცისთვის, ხო? და უკვე როცა ეს არის, როგორც შენ ახლა შეიძლება კაი სამსახურში ხარ დაუშვათ და მაგრამ დამთავრდა კონტრაქტი, უნდა წამოხვიდე იქიდან და შენ ახლა გული გწყდება, რომ რატო ხო იყო რა, კი, ცუდიც იყო ეგ რაღაცა, კარგიც იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მივეჩვიე და არ მინდა წამოსვლა, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, ან გაგანთავისუფლეს, ხო? ეს იმიტომ ხდება, რომ რაღაცა უკეთესი უნდა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში, ხო? ნუ აქ მთავარია შენი განწყობა. ხო და ამიტომ აი აქაც იგივე არის ურთიერთობაში. როცა შენ არ იცი, მე ძალიან ნერვიულობ, მე გული გწყდება, გტკივა, ვარდები დეპრესიაში, ხო? რომ აი ეს რატო ხდება, რატო აი ეს ნერვიულობ, ხო, იძაბები, მაგრამ როცა შენ უკვე იცი რომ ეს აი ასე, იმიტომ ვამბობ ხოლმე, რომ უნდა შევხედოთ ორივე მხრიდან, როგორც სულიერ დონედანაც და გენს ახლა მე მიწიერ დონედანაც, ხო, მატერიალური დონიდან. და აი როცა შენ უკვე ეგ იცი, უკვე ადვილად გადაიტან ყველაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ აქ ახლა მაჩვენებენ, რა თქმა უნდა, აქ მაჩვენებენ ახლა ადამიანს, რომელმა ეს უკვე გაიგო. აქ ძალიან ბევრი არის შესაძლოა კარტები მამაკაცების, ნუ მეფეების, ამიტომ შემიძლია თქვა, რომ თქვენ ან ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ახლა ბევრი თაყვანისმცემელიც ყავთ, ან ურთიერთობები გქონდათ სხვა და სხვა და ამიტომ ბევრი რაღაცა უკვე ისწავლეთ თქვენ. აქ ხო გეუბნებით, სრულდება პერიოდი, რომელიც ნამდვილად თქვენ აკეთებთ თვითონ არჩევანს რა. ანუ არჩევანი შეიძლება ზოგი მართლა ავანტყოფურად განიცდი და მაგრამ არჩევანი თქვენზე მე ვირჩევ ან იმას რომ გამოვდივარ ჩემი ასეთი რთული პერიოდიდან. შეიძლება თქვენ ჯერ აქ დაჟე არც იცით, აი მე რო ვთვისაც ვთხარი რომ ახალი ადამიანი შემოვა, არც იცით, მაგრამ ნამდვილად აქ უკვე არის თქვენ სივრცეში ვიღაცა ადამიანი, მაგრამ თქვენ რა გაქვთ, იცით, შიში გაქვთ. აქ ნახეთ რა ხდება. როცა უკვე გქონდა ურთიერთობა მტკივნეული, ხო? და როცა გეუბნებიან, რომ აი მოდი ახალი ადამიანი უნდა შემოვიდეს, უკვე შიში გეუფლება, იმიტომ რომ აღარ მინდა კიდე ეს ტკივილი, აღარ მინდა კიდე ეს ნერვიულობა, აღარ მინდა კიდე ეს გადავიტანო, რაც გადავიტანო, მაგრამ აი ამაში დევს შეცდომა ზუსტად, იმიტომ რომ თქვენ ანუ უნდა იცოდეთ, რომ ის ადამიანი, ვინც შემოდის, ის სულ სხვა ადამიანი, ის სულ სხვა რამისთვის მოდის. თქვენს უკვე ბევრი რაღაცა გამოიარეთ, ბევრი რაღაცა ისწავლეთ და ნუ მიგაქვთ ხოლმე ეს ძველი რაღაცა პრობლემები, ძველი შეხედულებები ახალი ურთიერთობაში. ახალი, იმიტომაც არის ახალი. რომ არის ახლა, ნუ კი არის შეიძლება ახალი იყიდო ძონძებში და მოიტანო სახლში და თქვა, რომ ეს არის ახალი. ხო? მაგრამ ამ დროს ეს ახალი არა, ეს ვიღაცას უკვე ეცვა. იგივე და შენ ახლა რომ გონია რომ შენთვის კი ახალი, მაგრამ ისი ძველი არის, ხო და აი ესა და როცა მიდიხარ და მაღაზიაში ყიდულობ ახალს, ის უკვე ახალი მარტო შენ გაცვე, არავის არ აცვია. ნუ უკვე ვცდილობ მაქსიმალურად რომ რაღაც ესეთი მაგალითები თქვენ მოგიყვანოთ, რომ იცოდეთ თქვენ ნამდვილად რომ ეს არის. აქ გეუბნე, აქ თქვენ ელოდებოდეთ, თქვენ მაინც გრძნობთ. აქ იცით როგორ არის? აქ პრინციპში ადამიანს უნდა გქონდეს მაინც, ნუ არ არსებობს რომ ყველა ჩვენთაგანი ფიქრობს მაინც
მაინც კარგზე, მაინც ოცნებად თუ გინდა, თუ ან თუნდაც თავის თავთან რო დაჯდება, მაინც ფიქრობს, რომ მე ხო ვარ ყველაფრის კარგის ღირსი, ხო? აი თუ თქვენ გაქვთ ეს თავში, რომ მე არაფრის ღირსი არა ვარ, ან მე მეტის ღირსი ვარ, აი ეგეთ რაღაცებს როცა ამბობთ, იცოდეთ, რომ მასეც იქნება. ეცადეთ მაქსიმალურად, რომ უთხრათ თქვენ თავს, რომ მე ვარ იმისთვის დაბადებული, ხო? რომ ვიყო ბედნიერი, აი ეხლა აქ პირველი ეს არკანები რაც მაჩვენეს, უნდა, პრინციპში თქვენ უკვე უნდა გქონდეთ რა, რადგან ეს მაჩვენეს. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად, აი რა არის, იცით, შეიძლება აი მე რო ვამბობ ხოლმე ის დღიური რო არის მადლიერების, კი ზოგჯერ ნახეთ, აი შეიძლება შენ წერ და დაუშვებ, ფიქრობ რომ გაქვს რაღაცა მოლოდინი იმისი, რომ ყველაფერი შეიცვლება და უკეთესობისკენ წავა, მაგრამ ისე მალე არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვინდა რომ უკვე გუშინ მოხდეს და არა ხვალ, ხო? მაგრამ ნუ არ ხდება, მაგრამ აი აქ მოთმინებაა საჭირო და ნამდვილად ყველაფერი ყველანაირად შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად ისეთ დროს, რომ თქვენ როცა არც ფიქრობთ, თავარი აქ არ უნდა იმერყეობა არ უნდა გქონდეს, უნდა გაუშვათ თქვენი თავიდან ეს ცუდი აზრები, რომ არაფერი არასოდეს მე კარგად არასოდეს არ ვიქნები, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში მიდის უდიდესი ცვლილება. ყველაფერი, აი თუ რამეზე იყავით მიჯაჭველი, თუ რამეზე მიჯაჭველი, თუ რაღაცა გქონდა თქვათ ახლა, ნუ გაჩერებდათ, არ გიშვებდათ და არ გაძლევდათ, იმიტომ რომ ეს ძველი რაღაცები, რაც გქონდა თქვენ ახლა ვირაზეც ეჯაჭვებოდეთ, ისინი გიშლიდნენ თქვენ ხელს და ეხლა ეს უნდა წავიდეს და შემოდის თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი ბედნიერება, რაღაც განულება მიდის თქვენი ცხოვრების. განულება, აქ შემოდის ახალი რაღაცა პერიოდი, ახალი ბედნიერება, ახალი სიხარული. მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ უკვე დასტამ კი რამის მომიყვა ყველაფერი, მე მაინც მინდა რომ ის კითხვები, რომელიც გვაჩვენეს უკვე რომ შემოდის ეს ახალი პერიოდი და გეუბნებით აქ შემოდის რა ვიღაცა ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, თავის უფლებას რომ მოიპოვებთ თქვენ, აქ შემოდის დიდი სიხარული, ან არის ის მომენტი, რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენ პოულობთ ისეთ საქმეს, რომელიც დიდ ბედნიერებას მოუტანს ძალიან ბევრ ადამიანებს და თქვენც იქნებით ძალიან ბედნიერი მაგით, ანუ ან რა ახალი ინფორმაცია, ან ახალი რაღაცა თქვათ საქმიანობა, ან ახალი ადამიანი, რომელთანაც თქვენ გააგრძელებთ თქვენ ცხოვრებას, მაგრამ ბედნიერ ცხოვრებას. ნუ ვნახოთ ახლა მიკითხებს კიდე დავუსვენ, რომ ვკითხოთ კონკრეტულად, ანუ ახლა რა ცვლილებების წინაშე დგახართ თქვენ, ნახოთ ახლა კონკრეტულად, ხართ თუ არა მზად თქვენ იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში ეს ცვლილებები მოხდეს, ვინ ან რა შემოდის, ნუ პრინციპში ჩვენ უკვე გვაჩვენეს და რისთვის შემოდის, ესეც ვკითხოთ ჩვენ. რა არის ამაში კარგი თქვენთვის, აი ეს რაც შემოდის, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შედეგი ექნება ამას, რაც ეს, ნუ რაც შემოვა მოვლენების, ხო? ნუ ახლა ნახეთ აქ არის პენტაკლების ულამაზესი პენტაკლების დედოფალი. ამის მიმოხილვა გავაკეთე მე ამ დასტის, ნახეთ აუცილებლად რა. აბა ვნახოთ, ეხლა თქვენ ეს იგი რა ცვლილებების წინაშე დგახართ. აქ რაღაცა სიტუაციას მოერევით თქვენ, ოეჭველი, ნახეთ ეხლა რა საინტერესოა, ეს დასტა რაღაცა არაჩვეულებრივი არის რა. ანუ აქ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო. ანუ აქ ნახეთ რა ცვლილება, აქ თითქოს თქვენ იქნებით ძალიან დაცული. აქ მაღალი ძალები დაგიცავენ უეჭველი. აი ყველანაირად მე даже ვეტყოდი რომ ნახეთ ეს ადამიანი დგას, აქ არის წრე შემორტყმული, ხო? და ეს დგას აქ. და აი აქ თქვენში სხვადასხვა გაიხსნება ეხლა რაღაცა ახალი ენერგიები, აუცილებლად ეს არის ორაკული, ხო? ეს არ არის ახლა კლასიკა, ამიტომ ჩვენ ვკითხულობთ ამას როგორც ორაკულს. და ანუ ესე იგი აქ თითქოს თქვენში აი აქ ანახატაში რაღაცა გაგეხსნებათ რა, ახალი რაღაცა ენერგია შემოვაში, ახალი ძალა მოგეცემათ, აქ ახალი
რაღაცა ის თქვენი მომავალი იხსნება, თითქოს რაღაცა ისეთი, როგორ არის იცით, აქ მაგარი წინასვლა გეავდებათ, ეს არის უეჭველე რა. და სხვათა შორის აი ბევრ სფეროში აქ სიყვარულის ენერგიაც იხსნება, აქ არის ანუ თითქოს მე რაც ვთხოვე გულით, ყველაფერი მოდის ჩემ ცხოვრებაში. აი ესეთი ინფორმაცია მივიღე ამ არკანიდან რა. ხართ თუ არა თქვენ მზად ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა კი. რა თქმა უნდა კი, იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში ტუზი და მთასების ტუზი. ანუ ნახეთ ახლა ეს არის აქ არის აი თითქოს რაღაცა ანუ სტაბილურობას და ბედნიერება, სიყვარული ხართ ნამდვილად, იმიტომ რომ ნახეთ ეს არის ჯერ სიახლე, რა თქმა უნდა, ახლა ტუზი ახალი ემოცია, როცა მე უკვე ბევრჯერ მithქვამზე, გავიმეორებ ახლა შეიძლება პირველად ვაფშე შემოვიდა ამ გაშლაზე, რომ ანუ სამყაროს არ ესმის ჩვენი დაწერილი, მე კი გეუბნებით, რომ დაწერეთ, მაგრამ სამყაროს ესმის რა ვიბრაციას, რა ემოციას ჩვენ ვუშვებთ იმ დროს, როცა ვაცხადებთ, როცა მანიფესტაციას ვაკეთებთ, როცა აფირმაციებს ვაკეთებთ, როცა მედიტაციას ვაკეთებთ, ხო? ანუ რა ემოციას ვუშვებ მე სამყაროში მაგ დროს. თუ თქვენ ხართ დეპრესიაში და სთხოვთ, რომ ან წერთ, რომ მადლობა აუფალო, ან მადლობა სამყარო იმისთვის, რომ მე ვარ ბედნიერი და სიყვარულით სავსე, ახლა ბოდიშით, ახლა აქ არ მგონია, რომ შემოვიდეს ახლა რამე კარგი. როცა შენ ნამდვილად გჯერა, რომ შენ ხარ მაგისტრის, თქვა აი შენ სულიერადაც მზად ხარ, ხო? როცა შენ იცი, რომ აქ შენი მფარველი ანგელოზები შენს გვერდით არის, ნახეთ ესე ანგელოზი, აქაც არის ამ დასტაშის ეს ანგელოზი, მე რო განახეთ თქვენ, ნახეთ. ანუ აგერ არის თქვენი ანგელოზი, რა თქმა უნდა, თქვენ ანგელოზსაც უკვე ესმის რა, ეს თქვენი ლოცვები, ეს თქვენი სთხოვნა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მზად, აქ წესარტყელაც არის, ნახეთ, რომ ყველანაირად დალოცვილი ხართ უკვე და ეს რაც თქვენ სთხოვეთ, იმიტომ რომ აქ თქვენ გულით სთხოვეთ, გულით ვთხოვ მე, იმიტომ რომ აი ღმერთო დამიცავე, მომეცე სიძლიერე, ხო? აი გითხოვია და აქ უკვე ნამდვილად უკვე ხართ მზად მისაღებად და ეს უკვე დგას უკვე თქვენს კარტან, ასე რომ ვთქვათ რა. ვინ ან რა შემოდის აქ ეხლა ამას დავაზუსტებ, იმიტომ რომ აქ ვინ ან რას რო ვეკითხები, აქ მაჩვენებენ გვერდხების რვიანს. ანუ აქ არის სულ ენერგიები, ანუ ახალი ენერგიები, აქ სულ სხვანაირი გვერდხების რვიანი, ჩემო ლამაზებო, ვიდრე ჩვენ რო ვსწავლობთ, ახლა ეს ჩემო სწავლების უსაყურადღებო, იმიტომ რომ აქ ენერგია შემოდის, ანუ რა შემოდის, დიდი უძლიერესი ენერგია, დიდი ცვლილებების შეტყობინებები. მოდით აბა კიდე ჩვენ მაინც ვნახოთ და აქ რომელი აი ამას პატარა სუფის ავიღებთ ჩვენ. ხო ხედავთ, ორივე მადგება, დიდიც და პატარაც. ეს ჩემო სწავლებს დიდი მადლობა, როგორ იციან ხოლმე რა მინდა. აქ აბა ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ რას ნიშნავს ეს ამ წუთში? თქვენ არ გჯერავთ, ხო, მაგრამ აქ ფულის ენერგია შემოდის, კიდე ტუზი. აი რისიც არ გჯერავს, თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ არ ვიცი, იქ მექნება, არ მექნება. ნახოთ შემდეგი ახლა, ანუ რისთვის შემოდის ეს ადამიანი, რისთვის შემოდის თასების ცხრიანი, ბედნიერებისთვის შემოდის ეს სულ ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ აქ ნახეთ, აქ არის ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ადამიანი კარგად არის პოზიტიურად განწყობილი და ამიტომ ეს ყველაფერი აქ რაღაც ახალი პერიოდი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, აქაც გვაჩვენეს ჩვენ უკვე რომ განულება და ახალი პერიოდი იმისათვის, რომ თქვენ იცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით. ანუ თქვენ ნამდვილად აი ეს ყველაფერი რაც გამოიარა, თქვენ რაღაცა გახურეთ, ანუ ხო გვაჩვენეს აი აქ კიდევაც რო იყო კოშკიც რა, რომ ის შეიცვალა, всё, ანუ თქვენ რაღაცა რაც ქონდა ეს მიჯაჭვულება, всё წავიდა და აი შემოდის 10-იანი პენტაკლების, ხო? ანუ თითქოს რაღაც ცხოვრება, ჩემი ყველაფერი იცვლება რა. შეიძლება, იმიტომ გითხარით, რომ რაზეც იყავით, შეიძლება თქვენ აი მიჯაჭვული იყავით, ეს უნდა წავიდეს, ეს პერიოდი მიდის და შემოდის აქ ახალი პერიოდი თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ამ პერიოდს მოაქვს დიდი ბედნიერება თქვენთან. ძალიან დიდი ბედნიერება.
და ვნახოთ ახლა რა არის ამაში ახლა თქვენთვის კარგია. ნუ რა არის კარგი და პენტაკლების პრინცესა, ანუ გაახალგაზრდავდებით, გალამაზდებით, დამშვენდებით უფრო და უფრო, ახალი ენერგიებით შეივსებით, სტაბილურობა შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ბევრი ახალი მეგობარი შემოვა თქვენ ცხოვრებაში ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ აი რაც თქვენს გულს უნდა და რაც თქვენს გულს უხარდა, აი ეს შემოვა ვიღაცა აქ შეიძლება ახალი საქმე დაკავდება, რაც მოუტანს მაგას დიდ სიუხვეს, ფულს და პლუს კიდე ვარსკვლავი აქ ამ გოგოს ნახეთ აქ თავზე და ცნობილი გახდებით, წარმატებული გახდებით. ანუ განახლება მიდის, აი თითქოს მთლიანად განახლება მიდის თქვენი რა, აი აქ უჯრედების და ყველაფრის რა, ანუ სულ სხვანაირად შეიძლება დაუშვათ ახლა ნუ ეს რა არის, იცით, აი ენერგია ზოგჯერ შენ შეგიძლია მილიონი პროცედურა გაიკეთო, მაგრამ თუ შენში ეს ახალი ენერგია არ არის, თუ შენში არ არის აი ეს შინაგანი ცვლილება, შენ ახლა გადაყევით გინდა და აკეთე რამდენიც გინდა ეს თქვა პროცედურები, არაფერიც არ შეიცვლება, მაგრამ თუ შენ უკვე დაუშვათ აი შინაგანადაც ყველანაირად დამუშავებული ხარ, ხო? ნამდვილად უფრო კარგად იქნები თავისთავად რა და კიდევაც აი რო იტყვენ ვაიმე ანათებ ხო ან დაუშვათ რაღაცნაირად აი ვაიმე რამე ხო არ შეიცვალე ვაიმე აი ადამიანის როცა შინაგანად არის აი ეს განათება რომ მოდის შიგნიდან სულ ფიქრობენ რომ ვაიმე რამე ხო არ გააკეთე ვაიმე რამე ხო არ რა ხდება ეხა ეგეთ რაღაცა ამ დროს არაფერი არ გაგიკეთებია უბრალოდ აი ეს შინაგანად სულ სხვანაირად გრძნობ თავს და გარეთაც ეს რა თქმა უნდა ჩანს, იმიტომ რაც ჩვენ გვაქვს შეგნით, ეს არის გარეთაც, ხო? და ვნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას უნდა მიაქციოთ გოგოებო ყურადღება და გითხარით, შემოდის ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ვიღაცა უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ თან შეიძლება მოვლენები ისე ჩქარა და ტრიალდება, რომ თქვენ აი უბრალოდ უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ მიიღოთ ეს ყველაფერი მადლიერებით, ეს უნდა აუცილებლად უნდა მიიღოთ რა. და შედეგი რა იქნება და შედეგი იქნება ძალიან მაგარი, იმიტომ რომ თქვენ ახლა პრინციპში აქ უკვე რაღაცას დასვავთ წერტილს და უკვე ახალი რაღაცა ცხოვრებაც იქნება თქვენთან. ანუ რა შედეგია? რა შედეგია? საინტერესო. აი ზუსტად, ნუ რვიანზე მეომები რვიანია. აი ეს შედეგი იქნება თქვენთვის, რომ თქვენ, აი მე რაც გითხარით, ნახეთ ახლა აქ თუ ვიპოვე ახლა ამას, კაი იქნება. იმდენი უკვე არკანები დავადე ზემოდან. იმიტომ რომ აქაც მე რო გითხარით, ნახეთ ახლა ხო ესეც სუფი და ესეც და ერთი და იგივე დასტა და ნახეთ როგორ ლაპარაკობენ ეგენი ერთმანეთს. აი აქ რო გითხარით მე თქვენ, აქაც ახლა ამანაც დამიდასტურა. და აქაც არის ეს პენტაკლების რვიანი, აქაც პენტაკლების რვიანი ამოვიდა, ამ დადასტურება ავიღა და ეგაც იგივე, მაჩვენა რომ იგივე არის. ანუ რას ნიშნავს, რომ თქვენ რას მოგიტანს, რომ თქვენ უკვე ყველაფერი დაამუშავეთ. აქ არის ნამდვილად თქვენ უკვე როგორ ხართ რა, რაღაცა აი მნიშვნელოვანი, რაც კი იყო, ხა ნახეთ, მე არ გეუბნები თქვენ რომ დასრულდა, არაფერი ჩვენ აქ მოსულები ვართ, მაინც ამუშაოთ, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ აი ხო არის სამსახური, სადაც აი ძალიან მძიმე სამუშაო არის და ძალიან ითვირთები და გადათვირთული ხარ და რაღაცა და უკვე არაფერი გიხარია. არის სამუშაო, რომელიც შენ მოგწონს და სადაც შენ აი კი შრომობ, კი რაღაცას აკეთებ, მაგრამ აი გული მღერის, კარგად ხარ რა, იმიტომ რომ შენ ადგილზე ხარ, ხო? აი ეს მომენტი არის. აქ რომ შენ კი, ანუ ეს მძიმე რაღაცა, ბევრი რაღაცა უკვე დაამუშავე, შენ უკვე აქ გახდე ნამდვილად უკვე პროფესიონალი, ასე რომ ვთქვა და ეხლა უკვე მოდის ის დრო, რომ შენ უნდა იყო ნამდვილად ბედნიერი, იმიტომ რომ სულიერი და მიწიერი შენში უკვე გაერთიანდა და ნამდვილად უკვე შენ მიესწრაფები საით აი რისთვისაც დავიწყეთ. თქვენ უკვე უნდა გრძნობდეთ, რომ აგრე თქვენი ცხრიანი პენტაკლების, თქვენ უკვე უნდა გრძნობდეთ იმას, რომ თქვენ ამ სიუხვეს უკვე უახლოვდებით. უნდა მიიღოთ უბრალოდ თქვათ, რომ ყველაფერს ვიღებ მადლიერებით, რაც შემოდის ჩემ ცხოვრებაში. იმიტომ რომ მე ვარ
იმისთვის დაბადებული, რომ ვიყო ბედნიერი და ვიცხოვრო ბედნიერად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ თქვენ ეხლა დაიწყებთ იმის თქმას, რა ვქნა ეხლა კი, აბა ეგ ვიღაცა და სად ვინ მომცა მე ეს ბედნიერება, იმდენი ვიწვალი და ასე ვწვალობ და ასე კიდე უნდა ვიწვალო. დამიჯერეთ, ეს პროგრამა წვალები საერთოდ საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის, რომ ეს დაპროგრამებულები ვარ ჩვენ სულ ყველა რომ უნდა ვიწვალოთ მაინც და მაინც რატომღაც რა, თუ შენ არ წვალობ და შენ თუ დაუშვებ წვალების გარეშე მოგდის რამე, ხო, ესე იგი შენ რაღაცა ეგოისტი, აი აქ როგორც გითხარით რა. ანუ ეგოისტი ხარ, რას ქვია შენ გიხარია, რას ქვია შენ რაღაცა კარგად ხარ, რას ქვია ვინ მოგცა ამისი უფლება, უნდა იწვალო. შენ თუ არ წვალობ, ნუ ასე იგი შენ არა ხარ ადამიანი რა, ნორმალური რა, რაღაცა გჭირს, რაღაცა აუცილებლად ჩვენ აი ეს არის რა, ადამიანი მოდის მაგარი მანქანით, თქვათ და უიმე ნახე შენ ესე იგი რა ქვია, ყველა შეიძლება აი ესეთ სიტყვებით გაუშვოთ ადამიანის კენ რო რა ვიცი რა 1000 ცუდი რამე და ამ დროს ან დაუშვოთ ისე რა ქვია ну პირიქით რომ გაგიხარდეს რომ აი ადამიანმა მიაღწია რაღაცას და აქ ეს მანქანა რა მნიშვნელობა ეხლა მშობელმა უყიდა კაცმა უყიდა იმ ქალს თუ თვითონ რა ვიცით ჩვენ ხო რომ ადამიანი რომ მიდის მაგარი მანქანით რა ვიცით ჩვენ რა გზით მოიპოვა მაგრამ იმანაც ხო რაღაცა გააკეთა მაგისთვის თუნდაც რომ დაიბადა ისეთ ოჯახში სიტყვაზე ხო, მაგრამ აი ეს არის რა, აი მე რო ესეთი მანქანა ვიყიდო, იცი რამდენი უნდა ვიწვალო, მთელი ცხოვრება რო ვიწვალო, მაინც არ იქნება. აი სიტყვა მოაგდეთ ძალიან აქვთ, ხო, თუ გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ბედნიერება, თქვით რომ მე ყველაფერს რასაც ვაკეთებ ძალიან მსუბუქად შემოდის ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შენ თუ დაუშვათ მუშაობ ესეთ სამსახურში, რომელიც შენ თქვათ არ გიყვარს და გეზიზღება და ფულის გულისთვის ხარ მარტო მან, ну მაშინ ახლა იწვალებ. ნამდვილად ეს არის წვალება რა. თუ შენ მუშაობ ის და აკეთებ იმ საქმეს, რაც შენ გინდა და რაც შენს გულს ახარებს, ეს მაშინ შენ აკი არ იწვალებ, შენ იქნები ბედნიერი. მაგრამ ეხლა ისეთ რა არის, აი თუ ადრე ჩვენ მშობლებს თქვა, ჩვენ ბებიებს, ბაბუებს, თუ არ ქონდათ იმისი საშუალება, რომ გაიგოთ, სად არის ეს ჩემი დანიშნულება, რა უნდა ვაკეთო, რისთვის უნდა ვაკეთო, რითი უნდა დავკავდე მე იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი და პლუს ფულიც მქონდეს და კაი ცხოვრება, ეხლა გვაქვს უამრავი საშუალება, უბრალოდ თუ შენ ახლა კიდე იძახე რომ ვაიმე ძვირია, ვაიმე ნუ აბა სად არის ახლა თქვათ ახლა ისე არავინ მოგართნევს ნამდვილად, მაგრამ შენ თუ ნამდვილად გინდა სამყარო დაგეხმარება ყოველთვის რა, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ამ თემაში ძალიან ისეთი ხისტი, რატო? იმიტომ რომ თვითონ მაგ გამოვლილი ძალიან დიდი სირთულეები და როცა მინდოდა რომ გამოსული ვიყავე აი რთული პერიოდებიდან და დამიწყო აი მინდოდა ნუ კარგი ცხოვრება, ვერც წარმომედგინა ცხოვრებაში თუ მექნება ის ცხოვრება, რა ცხოვრობთ დღეს ვცხოვრობ, მაგრამ უბრალოდ ერთო თქვი გადაწყვეტილება მიიღე, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება გაუმჯობესდეს და ეგრევე სამყარომაც მიპასუხა. საიდან წამოვიდა საშუალებები, მე არ ვიცი, მაგრამ ისე შეიქმნა ყველაფერი აბსოლუტურად, რომ ნამდვილად მომეწე საშუალება იმისათვის, რომ გამოსულიყავი მეპოვა ჩემი საყვარელი საქმე, ის გამოცდილება, რომელიც მქონდა, ყველანაირად გამომადგა და ნამდვილად დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრება და ამიტომ ვაძლევ ჩემთავს უფლებას, რომ თქვენს ეს გირჩიოთ, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებელი და არ არის არასოდეს კიდე მე არ მიყვარს ხოლმე აი მე რაც გამოვიარე, ნეტა შენ რა იცი, მე რა გამოვიარა და თქვენ სხვა არ იცით, დაუშვით თუნდაც მე ან სხვა ვიღაცა რამ გამოიარა, ყველასთვის მისი ის გზა, სადაც ის ადამიანი კარგად თავს ვერ გრძნობდა, იმისთვის იყო რთული, მაგრამ ის გზაც არსებობს, სადაც აი ნუ ის გზა, რომელიც შენ გაძლევს საშუალებას გამოხვიდე რთული პერიოდიდან და მოიპოვო შენი ბედნიერება. უბრალოდ ყველაფერი არის აი აქ. მინდა გავაკეთებ, არ მინდა არ გავაკეთებ, ხო? შეიძლება გაქვს შენ ფული იმისთვის, რომ გააკეთო, მატრიცა გააკეთო, თქვათ რუკა, მაგრამ ფიქრობ, რომ მოიცადე რა, ამ ფულს ჯობია გაუგზავნო ბავშვებს ფეხსაცმელები იყიდონ და მე კიდე ახლა მოვითმენ. ასე გადის წლები, შენ არ იცი შენი დანიშნულება, შენი ტანჯები, იმიტომ რომ შენ კი უგზავნი იმ ბავშვებს და აცვეთ ფეხსაცმელები, მაგრამ შენ შეგეძლო გეპოვა შენი საქმე. დაგეწყო, აი შეგესწავლა და უფრო იმდენი ფული გექნებოდა, რომ ერთ წელს კი არ გაუგზავნდე, 15 წელს გაუგზავნდე, შენს იქნებოდი ბედნიერი, მაგრამ ჩვენ მასე არ ვფიქრობ. აი ვინც ფიქრობს, იმას კი უმართლებს ცხოვრებაში და მერე შური,
ხო, აი, ნახე იმას გაუმართლა, ნახე ის ისეთია, ასეთია, იმიტომ რომ იმან ადგა და გარისკა, ადგა და გამოვიდა იმ ჭაობიდან, ადგა და რაღაცა სხვანაირი გააკეთა და არა ის, რასაც დაუშვათ ყველა არის მიჩვეული სიტყვაზე, ხო? და მისი ცხოვრებაც შეიცვალა. ეხლა მეც სკოლის დირექტორი ვიყავი, გავხდე ტაროლოგი, ხო? ზოგი დღეს ამკითხავი გახდა, რაც უნდა უთქვიათ. რაც უნდა უთქვია, მე ბედნიერი ვარ, მე იმდენ ადამიანს ვეხმარები, იმდენ ადამიანს აი ვეხმარები, რომ რაც უნდა უთქვიათ სულ ყველას აბსოლუტურად რა. ყველა მიყვარს და მადლობა ყველას, ვინც იყო ჩემ ცხოვრებაში და ვინც გამაძლიერა ნამდვილად და დღეს ვარ ასეთი კარგი გოგო და თქვენს მაგრები მყავხართ, თუმცა ჩემთან ცუდი ადამიანები ვერ მოვა.